ეგ არის ცენტრალური პრობლემა, მე ამაში აი რაც რო გადის სულ უფრო და უფრო მეტად ვწმუნდები და რაც შენ თქვი რომ აი ამდენი მინისტრი გამოიცვალა მართლა ამ ქვეყანაში და პროგრესი არა გვაქვს არც ერთი მიმართულებით. განათლების სამინისტროს ფუნქცია არ არის მარტო სკოლის გარემონტება და კომპიუტერის დადგმა, ხო, იმ სკოლაში. და რეფორმა. და მანდატურების შეყვანა. კისერში ხო, აი ეს რაღაც ლიბერალური მიდგომა რომ ყოველგვარი იდეოლოგიისგან, ყოველგვარი ზნეობისგან, ზნეობრივი საფუძვლისგან დაიცალა მთლიანად ეს სისტემა და დაიყვანეს იქამდე რომ თითქოს მასწავლებლის ფუნქცია არის მარტო ის რომ მან იცოდეს რაღაც კონკრეტული საგანი კარგად და მარტო აი ეს კონკრეტული საგანი ასწავლოს ბავშვს სინამდვილეში არ ვიცი ყველანი ეგრე ვარ ხო მასწავლებელი არის მეორე მშობელი იგივე იმ ბავშვისთვის და უნდა იყოს უდიდესი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ბავშვთან და ის უნდა იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი როგორი პიროვნება გაიზრდება მე ეს ბავშვი და დღეს რო ჩვენ გვაქვს აი ასეთი მიდგომა რომ განათლების სამინისტროს ფუნქცია გახდა მარტო სკოლის გარემონტება და იქ ბაღის შერემონტება და ახალი კომპიუტერის ყიდვა და მეტი არაფერი ამის იქით აი ეს არის უბედურება, მთლიანად არის NGO სექტორის ხელში ჩავარდნილი განათლების პროგრამა რა იქნება, რა წიგნით ისწავლის ბავშვი, როგორი მიდგომა ექნება მასწავლებელს, როგორი უნდა იყოს პედაგოგი, აი მთლიანად NGO სექტორი განსაზღვრავს ამ ყველაფერს და სამინისტრო არის განზე გაწეული მარტო გაარემონტებს სკოლას და მეტეს არაფერს არ აკეთებს, ეგეც იმიტომ რომ ფული ჭირდება მაგის გარემონტებას და ფული სახელმწიფომ უნდა დახარჯოს, მაგრამ პოლიტიკა უნდა აწარმოოს NGO-მ. აი ეს არის უბედურება, რაც ამ სექტორში ხდება.